ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამბობს, რომ შტატებისთვის პრობლემას არა მხოლოდ დეზინფორმაცია, არამედ შეთქმულების თეორიებიც წარმოადგენს. ამის შესახებ მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეთქმულების თეორიები გავლენას ახდენს სხვა ქვეყნების შეხედულებებზე. შეერთებული შტატების შესახებ, რაც რუბიოს აზრით მსოფლიოში ამერიკის პოზიციებს აზიანებს. მომავალ სახელმწიფო მდივანს დეზინფორმაციასთან და შეთქმულების თეორიებთან ბრძოლის საუკეთესო გზად თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერა მიაჩნია. ეს არ არის უბრალოდ დეზინფორმაცია, ეს არის ცალსახას ზეგავლენის მოხდენა სახელმწიფოების შეხედულებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიებისა და პროპაგანდის გავრცელების გზით, რომელიც ძირს გვითხრის ჩვენ და ჩვენს პოზიციებს. ეს ხდება აფრიკაში და სულ უფრო ხშირად ვხედავთ იმავეს დასავლეთ ნახევარსფეროში. ამასთან დაპირისპირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო წარმოდგენილი იყო იქ და აჩვენო ის, რასაც ვაკეთებთ და ვისაუბროთ იმაზე, რასაც ვაკეთებთ. ერთი რამ, რაც მაწუხებს, არის ის, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში არის გარკვეული პროგრამები, რომლებიც უფლებას არ გვაძლევენ, რომ ვთქვათ, რომ ის დამზადებულია ამერიკაში, ან არის ამერიკელი ხალხის საჩუქარი, რადგან ამან შეიძლება გაანაწყენოს ადგილობრივები. ფიქრობ, მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რას აკეთებს შეერთებული შტატების საზოგადოების დასახმარებლად. ჩვენ არ ვცდილობთ საკმარისად კარგად იმისთვის, რომ გავაპიაროთ ის, რასაც ვაკეთებდით ისტორიულად და რის გაკეთებასაც ვაგრძელებთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს მოკავშირე ადამიანებს მსოფლიოს გარშემო. ქართული ოცნება ბოლო 3 წელია გლობალური ომის პარტიაზე შეთქმულების თეორიას ავითარებს. ამ თეორიის თანახმად გლობალური ომის პარტიას დამყარებული აქვს კონტროლი შტატების ხელისუფლებასა და ევროკავშირზე და საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას ცდილობს. ამავე თეორიის მიხედვით გლობალური ომის პარტია მარიონეტების დახმარებით საქართველოს 2003-2012 წლებში მართავდა და ემტერება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოს გადარჩენას ცდილობს. ამერიკის მომავალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მოახლოებასთან ერთად ქართულმა ოცნებამ ტერმინი გლობალური ომის პარტია Deep State-იც ჩაანაცვლა.